ყობახიძემ ხალხი გამოიყვანა, აი ხა ბიჭები რო ციხეში ზიან, მე მგონი დიდი ნაწილი თქვენი დამსახურებაა უბრალოდ. აი ამ 4 შენ პერსონალურად არ გეუბნები ამ შემთხვევაში. ხო, იმიტომ რომ წამოიგინე ხალხმა დაიწყო, ხალხს უთხრას რომ ჯიგრები ხართ, რავი, აბა რაღაც ეს ხალხი ცუდ რუსები არიან, ხალხი რაღაც ამ ფეიერკეს ესვრის და ხო, ეს ბიჭები ვინც ციხეში ხედან შენ რომ მითხრა რომ ვიღაცამ გააქეზა იქ ხალხი რომ რამე რადიკალური აქეზება ხდებოდა ყოველ დღე ტელევიზორში კაცო რას ამბობ. სხვა რამე ვიზიტა ვიღაცამ წააქეზა ხალხი რომ ცუდად მოქცეულიყვნენ ან უფრო რადიკალურად მოქცეულიყვნენ ეს ბიჭები უფრო რადიკალურად მოიქცენ და მაგიტო დააკავეს ეგ გარიტყვილი მან დააკავეს არა რადიკალურად მოიქცენ კი არა სამდელში მეგეთყვი ამ დაგაკეთებინა ადამიანის უმრავლესობა საერთოდ არა ძალიან ჩვეულებრივი ამბავია ნებისმიერ პროტესტს ძალიან ჩვეულებრივი 20 წლის ბიჭი რაღაც რადიკალს აკეთებს ხო არ გაუკეთებით მას არა მე ამ კონკრეტულ ამბავზე არ ვამბობ ფაქტია რომ მე არ ვიცი ვინ არ დაამტკიცა მე მჯერა რომ უმრავლესობა მათგანს არაფერი არ გაუკეთებია ისეა დაჭერილი მაგრამ ვიღაცამ ხო გააკეთა ანუ ვიღაცამ ხო მართლა ჩაუნტრია ფანჯარა დაწვა ისროლა ხო არის და შენ ახლა იმას ხარ ვეჯიბრებით რომ სასამართლო კარგი გვაქვს მეთქი რა სასამართლო გვაქვს ხო გასაგები ვიღაცას დაიჭერდნენ ხო გასაგები იყო რომ ვიღაცა დაისჯებოდა სხვა რამის გეუბნები არის არა მოდი რა გეტყვი რა აი ტყუილი რაში იყო რა წამოდი იმის ნაცვლად რომ შენ თქვა რომ მე არანაირ რევოლუციას არ ხვდავ აი ხოშტარიან თქვა რევოლუციას არა თუ არ ვამზადო ვინ შენ ვინ გეკითხება მაგას გონების სცენა არ არის სცენაც კი ვერ დაიდგა არა როგორ არ არის არც ეს ამბობ ეგ არის არც ეს პოლიტიკოსი აი ეს ტყუილია იმიტომ რომ ტელევიზორში ერთი ხდება აი ცერდა ფულს ვინ იხდის 300 ამ რამდენი კაცი გვგავს რაში ვინ იხდის ფულს მაგალითად იმაში რომ ეს დაორგანიზდეს ეს ყველაფერი ჩვეულებრივად რა რო დაორგანიზდეს ანუ შეგონია რომ ფეიერკებს მართლა შენ შეგელობდი შენ ჯიბიდან იხდი და ფეიერკები მეც კი მეანება ხოლმე ფულის ახალს ძალიან ძვირია აბა ვინ იხდის სხვა რამეს გეუბნები მე რასაც გეუბნები ჯერთი აქცია ხო არ დაორგანიზო შენ თავიდანვე აქცია არ დაორგანიზდა გამოვიდა კაც თავიდანვე მითხარი რომ ყობახიძემ გამოიყვანა ხო არ არსებობდა ოპოზიციური არც ერთ პოლიტიკოს ვისაც შეეძლოთ ხო ხალხო ეხა თქვენ აქ ჩვენად იყავით ჩვენ აქ რევოლუციას არ ხვდათ ის ფეიერვერკი და რამე თუ მოვიდა ეხა მაინც ფედერატიულ როგორც მოხდა შენც ის და მეც ვიცი ეგ ხო ცოტა მერე მოხდა ეგ ხო მანამდე ხო კაცი ხა ქვას ხო არ დაუმალავ იქ გაბრაზებული ხალხია კაცო რომელიც ადგა და ხვა ისო შენ პოლიტიკოსი გახარ შმინება რასა არის გახარ პოლიტიკოსი იმისაც რომ იდგე წინ და თქვა რომ არ ესროლოთ ხალხო არ გამოვა მე რომ მოხდარიყო პასპორტებია შენ არ იქნებოდა ვიდეო გინდა გაჩვენო უპოლიცადოს არა სხვა ჩემზე გინდა სხვაზე იყოს უამრავი ვიდეო მაქვს არა უამრავი ვიდეო მაქვს სადაც ამბობ რომ ლანძღავენ პოლიციელებს წინ რაღაც გინება მიდის და რაღაცა და ჩვეულებრივ ახალგაზრდა ბიჭი დგას უყურებს ამ პოლიტიკოსებს ამ ტელევიზორში ხდება მთელი ამბავი და რავი გონია რომ რავი კარგ საქმეს აკეთებს მაგრამ მე მას ზურგს არავინ არ უმაგრებს სხვა რამდენი ვიდეო მაქვს ნანახი რომ ვერ დამშვიდებდა მეთქი მაგხას ერთხელ ბავშვი არა ვერ დამშვიდებდი კაცო 20 წლის ბიჭი როგორ ვერ დამშვიდებ 20 წლის ბიჭი ვიდრე დამშვიდები მეთქი ხო და პოლიტიკოს არ ქონდა არავის არა რას ამბობ ტელევიზორში არ ატეხო ისტორიკად არ გამოვა საერთოდ ანუ ჯერ მეუნები რომ ყობახიძემ გამოიყვანა მე მეუნები რომ ტელევიზორში არ ატეხო ისტორია არ გამოვიდა ყობახიძემ ატეხა ისტორია ტელევიზორში და მაგით გამოვიდა ჩვენ ხალხი ქუჩაში გამოვა მაგრამ იქამდე ამას არ იზამს თავისინებით მაგას თავისინებით ტელევიზორში თუ ეუბნები რომ ჩვენ ხალხი არ ვართ არც ერთი არჩევნებისთვის ხმაზადებით რაღაც სხვა ვაკეთებ შენ ხო ამას არ აკეთებ შენ ხო მისაწინააღმდეგოს აკეთებ აქციების დროს პირველი რუსული კანონიდან დაწყებული ამ აქციების დროს შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ცოტა ხანი არ ვიყავი წინახას და ვხედავდი ადამიანები როგორ იქცეოდნენ რასაკეთებ მათ შორის შიგნით დავდიოდი იქით-აქეთ და დაკვირდებოდი რასაკეთებდნენ და მე უბრალოდ მგონია რომ აი ისეთი გაბრაზებული ხალხი იყო, კი იყვნენ ვიღაცები აქტივისტები, ვიღაც შეიძლება დააბრალოს შენ პარტიული ხარ, მაგრამ ამის იქეთ ადამიანები ბუნებრივად როგორ შეიძლება არ გჯეროდეს, რომ ადამიანები ბუნებრივად შეიძლება ისე გაბრაზდეს, როგორ შენ იყავი, მე ყველა ამ დარბევს ან იყო, მე საქ ვიყავი და აგერ აქ ხდებოდა და სულ გვერდზე ვიდექით, მაგრამ მე გეტყვი როგორ ხდება ეს, ძალიან მარტივად ხდება. არის ადამიანი, პოლიტიკური აქტივისტი, ტელევიზორი, რომელიც ეს გადის, რომელსაც ამას აჩვენებენ როგორც ეს გმირობას, ნახე რა მაგარია და ეს აქტივისტი რო რაღაცას პირველ რაღაცას ისვრის ან იმათ ბოლოს სუსის აგენტები ის პოლიციელი რომ ამბობ რომ სუსის აგენტები იყო ვინც აგინებდა ის რო დაო ამას აიყოლებს ახალგაზრდა და მე ამას ტელევიზორში აჩვენებენ როგორც გმირობას ნახე დროში თაძვრა და მე ახალგაზრდა ბიჭი მოდის და გონია რომ კარგ საქმეს აკეთებს და შენ არ გახარ იმ მომენტში და არ ყური ხარ ტელევიზორში ხალხო არ ქნათ ეს რევოლუციას არ ხოდა მივხვდი რა ეს მომენტი ეხა მივხვდი რა ეს მომენტი ოღონდ ეხ შევაჯავთ სუსი ხო იდგა შენ სუსი ხო ქოცებისა ყობახიძემ გამოიყვანა სუსი აკეზებდა ვიღაცებს სხვებმა რაღაც გააკეთეს მე საერთოდ სხვები დაიჭირეს და თქვენ აყევით აიცეცმს და შენიძახი რომ ოპოზიციის ბრალია რომ იმათ გამოყვანილზე იმათ წაკეზებულზე ვიღაცები რომ აყვნენ აყოლა შეიძლება არიფული იყოს კაცო მაგრამ თქვენ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები
ანუ ეხლა რას მეუბნები რომ ქოცმა რომ ვიღაცამ სხვა წააქეზა თვითონაც დაიხმარა და მე საერთოდ სხვა უდანაშაულო ადამიანის ციხეში ჩასვა ამაზე მეუბნები რომ დამნაშავე არის ოპოზიციურ რა ვიცი რანაირად გამოდის ვინ არის დამნაშავე? ქავს რომ მოკლა იცვა, მაგრამ ტევე პლუსზე რა ხდებოდა? ფორმულაზე რა ხდებოდა? მათ ადამიანები არა გასო შენ ეთერში იყავი და ამბობდი რომ თქვენ რა შვებით თუ გიჟებო? გითხოვთ ტელეპირველისთვის? რატომ ეთერში ანუ ხოდო მაგას შენ რომელმა პარტიის წევრმა კაცო ვინმე ვინც შენ გვეძებდა? მე ხო შენ არ გაბრალებ რა კაცო ის ვიღაც ბიჭი შენ გამოსწრებ მე ხო ზოგადად ვამბობ რა. ვიცი ხო და მე ხო ჩემთავს ხო მე კიდე გიხსნი რომ ყველაფერი ტყუილი არ მეთქი რა იგი? არა ამ ხალხსაც მაგას არა რასაც არის სალა კაცო რას ამბობ ჩოლებრივად წაკეზება ხდებოდა ადამიანების გმირება გამოჩენა ხდებოდა როცა სიტუაციაში პოლიტიკოსები იყვნენ უკან და არანაირ რევოლუციას არავინ არ ხვდავდა და ახალგაზრდა ვის რო შეიძლება ეგონოს რომ ის გმირია ძალიან მარტივია მე შეიძლება 20 წლის რო ყოფილიყავ რამე გამეკეთებინა მაგრამ არა ხა ის ტიპები ციხეებში რო შეხედავ ვიღაცა სხვამ დაიჯერა რომ გმირი იყო მე ვიღაც სხვა დაიჯერეს კოცებმა და აქეთა ფლანგის ბრალია რომ ვიღაცა სხვა დააჯერეს რომ გმირია და უფრო მეტად არ ფიქრობ რა თქვი მაგრამ მე გეტყვი რომ აქ ხარ ეს პოლიტიკოსებს აი 4-5-25 პარტიებს რო ეთქვა რომ შენ არანაირ რევოლუციას არ ხვდავთ ხალხთან კაფიოდ მშვიდობიან პროტესტებს გალახავთ ანუ მშვიდობიან პროტესტებს არა რა ნიშნავს გალახავდნენ კაცო პასუხისმგებლობა რაზეა სხვა ანუ ამიტომ ამბობთ ხო და მოდი გავაგზავნოთ ტყუილებს კაი დამიწე მაგრამ გეტყვი ეს ტყუილია მაშინ თუ გეშინე გალახო ის თუ გალახოს გეშინე ამიტომ არ ამბობ ტყუილს ამბობ ესე იგი ხო კი ბატონო ან შეიძლება საერთოდ არაფერს არ ამბობ უბრალოდ ეს ხალხი რო ციხეში ზის ქოცების ბრალი უფრო არის თუ ოპოზიციის ვისი ბრალი ნუ ამ შემთხვევაში ცხადია ყოველთვის ქოცების იქნება ვინ ჩასვა რაზეა საუბარი მე ხომ ქოცები რომ დამაშავებულად შენ თუ ამბობ რომ ეს რაღაც ავტორიტარული რეჟიმია ამ ავტორიტარული რეჟიმის პარლამენტს უტევდა წვავ რა მოლდინიგოს არა რა ვინმე თქვა კარებს ხო წვავ კარებში შესვლა ერთიცამ კარებში ვინმე შესვლა თუნდა ჯერ ერთი კარები რო დაიწვა იქ ის ხო რომ ფეიერვერკს ესროდნენ უბრალოდ უწყინა რაღაცას და შებარდა ფეიერვერკი და მაგას მოიკიდა ცეცხლი პირველი რაც ხო საერთოდ ცეცხლიო გაჩნდა მე მეორე პარლამენტს შესვლა თუ გინდა კაცო გვერდებზე რკინის კარი რო აქვს მან რატომ მე რატომ მეუბნები როცა ჩვენ ამას ვამბობთ ამახის კარი არა ჩვენ ხო ამაზე გულანძღავდნენ შენ ხო პარლამენტში შესვლა გინდათ აგერ ჩაამტრიოთ იაგომ რო თქვა და ამაზე გულანძღავდნენ იმიტომ რომ ეს ფეიკი იყო ფეიქ რევოლუცია მოიხოდა კაცო ფეიქ რევოლუცია მოიხოდა რომელზეც გაწირეს 50 ახალგაზრდა მეტი კი არაფერი და თქვენი როლი როგორ ვერ ხედავთ ოპოზიციის ამის რომ ეს წააქეზეთ ეს ყველაფერი თორე ქოცები რო ავტორიტარები არიან და ამას იზამდნენ ამიტომაც არის თქვენი როლი რო იცი რომ ამას იზამენ და შენ არაჩერებ, ამიტომ ხარ პასუხისმგებელი, თორე რავი ხა პოლიცია რო არ მივარგა და სასამართლო ამას რატომ ეს ხისაც ხარ წინა საარჩევნოდ ვახუმბროთ დადო პროგნოზი რომ გვარამია მოწყოს ფეიქ რევოლუციას და ფეიქ რევოლუცია მოაწყო გვარამიას არაფერი არ მოუწყო მაგას რა უნდა მოეწყო გვარამიას არა ფეიქი იყო თავიდან ბოლომდე გვარამიას პარტიიდან წებული თავის რევოლუციიდან არა ყობახიძე ხალხი ააგდო რომ მე აი ესეთ ფეიქ რევოლუციის სურათი დაედოთ ხალხი თქვენ კიდე წააქეზეთ რომ ეს მომხდარიყო იმისას რომ გეტყვით ხალხო ჩვენ არანაირ რევოლუციას არ ვაკეთებთ არავის არ ესროლოთ ფერერკას თქვენ არ გიყიდით ჯარიმენს არ გადაგიხდით